თვალის კლინიკა ახალი მზერა წარმოგიდგენთ. თვალის სილამაზის ინექციური კორექცია იდეალური მეთოდია მათთვის, ვისაც სურს ახალგაზრდული ბუნებრივი მიმზიდველი გამოხედვა. პროცედურების შერჩევა უნდა მოხდეს სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ, რათა მიიღოთ სასურველი და უსაფრთხო შედეგი. დელიკატური პროცედურები უნდა შესრულდეს სპეციალისტის მიერ, რომელსაც ღრმა ცოდნა აქვს ოკულოფაციალური ანატომიის, ნერვული ინერვაციისა და ვასკულარული არქიტექტურის შესახებ. ინექციური მეთოდები მოიცავს ბოტულინოტოქსინი, თვალის ირგვლივი კუნთის ჰიპერფუნქციის კორექცია, დინამიური ნაოჭების პრევენციისთვის, ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებული ფილერები, ინვოლუციური პროცესებით გამოწვეული ცრემსადენი ღარის და ინფრაორბიტალური დეპრესიის კორექცია. მეზოთერაპია, ეს არის კანის ბიოსტიმულაცია პოლივიტამინური და ამინომჟავური კოქტეილებით. ბიორევიტალიზაცია, ეს არის ჰიალურონის მჟავის ინექცია დერმის ჰიდროფილურობისა და ელასტიურობის აღსადგენად. რისკები და მათი პრევენცია. ეს შეიძლება იყოს ვასკულარული ოკლუზია, სიცხლძარღვებში ფილერის ემბოლიზაციის პრევენცია, კანულას გამოყენებით უნდა მოხდეს. პტოზი. ზედმეტად ღრმა ინექციით გამოწვეული ლევატორის ფუნქციის დაქვეითება, რასაც მოყვება ქუთუთოს პტოზი. ასიმეტრია. პრეპარატის არათანაბარი განაწილება საჭიროების შემთხვევაში კორექციას მოითხოვს ჰიალურონიდაზას გამოყენებით. პერიორბიტალური ედემა. ეს არის ქსოვილების ჰიდროფილურობის გაზრდა ფილერის მოცულობის გადაჭარბებისას. ოფთალმოლოგს პერიორბიტალურ მიდამოში ინექციური კოსმეტოლოგიის შესრულებისას რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. პირველი, ღრმა ანატომიური ცოდნა. ოფთალმოლოგები სპეციალიზდებიან თვალისა და მის ირგვლივ სტრუქტურების დეტალურ შესწავლაში, რაც მათ ანატომიური თავისებურებების, ნერვული ქსოვილების, სისხლძარღვების და კუნთების უკეთ ცოდნის საშუალებას აძლევს. მეორე, ეს არის გართულებების პრევენცია და მართვა. პერიორბიტალური მიდამო განსაკუთრებით დელიკატურია, რადგან ამ არეში უამრავი მნიშვნელოვანი სისხლძარღვი და ნერვი გადის. ოფთალმოლოგებს უკეთესად ესმით შესაძლო გართულებები, მაგალითად ვასკულარული ოკლუზია, პტოზი, დიპლოპია და მათ შეუძლიათ დროული რეაგირება. მესამე, ეს არის უსაფრთხო ინექციის ტექნიკა. ოფთალმოლოგები ფლობენ უნარებს, რომლებიც ეხმარებათ ინექციის ზუსტ და უსაფრთხო შესრულებაში, რაც ამცირებს გვერდითი ეფექტების და გართულებების რისკს. მეოთხე, კომპლექსური კოსმეტიკური და ფუნქციური მიდგომა. ოფთალმოლოგს შეუძლია არა მხოლოდ ესთეტიკური გაუმჯობესება, არამედ ფუნქციური დარღვევების, როგორიცაა პტოზის ან თვალის ირგვლივი კუნთების დისფუნქციის გამოსწორებაც. მეხუთე, სიღრმისეული გამოცდილება თვალის ირგვლივ ინექციებში. ოფთალმოლოგები ხშირად იყენებენ ინექციურ მეთოდებს ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში, მაგალითად ბოტულინოტოქსინი ბლეფაროსპაზმისთვის, რაც მათ აძლევს გამოცდილებას უსაფრთხო და ეფექტური ტექნიკის განვითარებაში. ეს უპირატესობები ოფთალმოლოგს პერიორბიტალური მიდამოს ინექციებში კომპეტენტურ და უსაფრთხო სპეციალისტად აქცევს. სწორედ ამიტომ, ახალი მზერის ესთეტიკური ოფთალმოლოგიის ექსპერტები ვართ თქვენი სილამაზის სადარაჯოზე. თვალის კლინიკა ახალი მზერა წარმოგიდგენთ.